მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ დღის რგებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. ხმლების რვიანი. ამ პერიოდში თავს იგრძნობთ შებოჭილად, გექნებათ განცდა, რომ ვერ ახერხებთ თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას, რომ არ ყოფნით დრო ან ენერგია თავი გაართვათ აღებულ პასუხისმგებლობებს ან თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, მოგეჩვენებათ, რომ არ გაქვთ ხელსაყრელი პირობების სრულყოფილად მოახერხოთ თვითრეალიზება. შესაძლებელია გქონდეთ განცდა, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი, არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ თქვენი, გიქმნიან დაბრკოლებებს. ასეთ განწყობებს შესაძლებელია ხელი შეუწყოს მატერიალური რესურსების სიმწირემაც ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, განსაკუთრებით ფსიქოემოციური მდგომარეობის მხრივ. თუმცა ამ ბარათის ენერგია გულისხმობს, რომ თქვენ თვითონ იქცევთ თავს საკუთარი ნეგატიური აზრების ხაფანგში და შესაძლებელია სწორედ თქვენი თავსმოხვეული შიშები აწმყოს და მომავალთან დაკავშირებით გიქმნიდეთ ნიჰილისტურ განწყობებს და გიბიძგებდეთ უმოქმედობისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მნიშვნელოვანია არ დანებდეთ არსებულ პრობლემებს, არ შეუშინდეთ გამოწვევებს ასეთის არსებობის შემთხვევაში და გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან და ემოციებისგან. შინაგანი სიმშვიდის და ბალანსის მოსაპოვებლად შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა სულიერ პრაქტიკასაც, რომ შეძლოთ რაციონალურად დაიწყოთ ფიქრი ცვლილებებზე, მოძებნოთ ასეთი ემოციური მდგომარეობიდან გამოსავალი და იმოქმედოთ მაშინაც კი, თუ მოცემულ ეტაპზე ვერ ხედავთ აქტიურობის აზრს და მით უმეტეს თუ ამ მომენტისთვის ვერ იაზრებთ იმ შედეგებს, სად შეიძლება მიგიყვანოთ თქვენმა მოქმედებებმა. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების ოთხიანი, თქვენი აპათიური მდგომარეობა ამ სფეროშიც მძაფრად გამოვლინდება. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგინდეთ განმარტოება, დისტანცირება პარტნიორისგან და ზოგადად პირადი და ინტიმური საკითხებისგან. იქნებით გულჩათხრობილი, გექნებათ განცდა, რომ ყველაფერი მოგბეზრდათ და ყოველდღიური რუტინა გაუსაძლისი ხდება და დიდ დროს დაუთმობთ ფიქრს. პირველ რიგში მოგინდებათ საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში გარკვევა, იგრძნობთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში საჭიროა ცვლილებების განხორციელება, ახლებურად დალაგება, ახალი ფერების შეტანა და მიხვდებით, რომ პირველ რიგში ამ ყველაფრისთვის საჭიროა შეიქმნათ შესაბამისი განწყობა. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების დედოფალი. ამ პერიოდში შესაძლებელია ზედმეტად იყოთ კონცენტრირებული დეტალებზე, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება ძლიერი გაღიზიანება გამოიწვიოს თქვენში. ამის გამო გამორიცხული არ არის პარტნიორს ხშირად მისცეთ შენიშვნა, გამოავლინოთ უკმაყოფილება, შექმნათ დაძაბულობა და ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციებიც კი. მაგალითად, მოგინდებათ პარტნიორის ისეთ თვისებებზე ან საქციელზე ხაზის გასმა, რაც არ მოგწონთ და მიუღებელია თქვენთვის. შეცდებით მის დაკნინებას და ასეთი არაპირდაპირი გზით მოგინდებათ ხაზი გაუსვათ თქვენს უპირატესობას. გეტყვით, რომ თუ დეკემბრის განმავლობაში იგრძნობთ, რომ ურთიერთობა უარესობისკენ იცვლება, იძაბება, ქრება რომანტიკულობის ელფერი და ყოველდღიურობა გარკვეულ რუტინაში გადადის, არაფერს ვამბობ კონფლიქტებზე, დაფიქრდით, გაანალიზეთ ამის მიზეზები და გირჩევთ ისაუბროთ. გახსნილად დაელაპარაკოთ პარტნიორს არსებულ პრობლემებზე და
თქვენც იყავით მზად და განეწყვეთ, რომ მისგანაც მოისმინოთ განსხვავებული აზრი, მათ შორის საყვედურები და კრიტიკული მოსაზრებები. ასეთი გულახდილი დიალოგი დაგეხმარებათ უფრო სწრაფად გაერკვეთ არსებულ პრობლემებში და მათი მოგვარების გზებსაც იპოვნით. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მეშვიდე მაღალი არკანი ეტლი, პოზიტიური არკანი ამ პოზიციისთვის, თქვენ ამ პერიოდში მიხვდებით, რომ საჭიროა ხელში აიღოთ თქვენი პირადი ცხოვრების მართვის სადავეები და მთელ ძალისხმევას მიმართავთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოიწესრიგოთ ეს სფერო. არ არის გამორიცხული, რომ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც სამომავლოდ შეიძლება თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრიც კი გახდეს. შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები, არა მხოლოდ როგორც პირადმა პარტნიორმა, არამედ ჯაჭვური რეაქციით ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებას მოყვეს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ამიტომ იაქტიურეთ და არ გაუშვათ ხელიდან ასეთი პოზიტიური შესაძლებლობა დეკემბრის განმავლობაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო, ხმლების მეფე, ძლიერი მენტალური ენერგიის ბარათია. ამ პერიოდში ცივი, რაციონალური გონებით შეძლებთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, შეძლებთ წარმატებულად შეასრულოთ დაკისრებული ვალდებულებები და თავი გაართვათ რთულ ამოცანებსაც. ამასთანავე იქნებით მკაცრი, პუნქტუალური, შეძლებთ სწორად მართოთ დროის მენეჯმენტი და თუ ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ, თქვენი გუნდიც. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების 10-იანი, დეკემბერში თქვენ სამსახურში რაღაც ეტაპი დასრულდება. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე კონკრეტული პროექტის დასრულებასთან, თუმცა გამორიცხული არ არის გულისხმობდეს თქვენთვის ამ კონკრეტული სამსახურის დასრულებასაც, მაგალითად შესაძლებელია რეორგანიზაციის ან რაიმე ტიპის კრიზისის გამო მოგიწიოთ სამსახურის დატოვება, ზოგიერთი თქვენგანისთვის კი შესაძლებელია ეს არკანი პენსიაზე გასვლასაც გულისხმობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოვლენა თქვენთვის საკმაოდ მძიმედ მისაღები იქნება, თუმცა შეგახსენებთ, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე აუცილებლად იღება, შეეცადეთ ნაკლებად აღვეთ ემოციებს და მეტად რაციონალურად და პოზიტიური განწყობით შეხედოთ ცხოვრებას, აწმყოს და მომავალს. მაშინ ნაკლებად ჩავარდებით ილუზიებში და მეტად დაინახავთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც თქვენს გარშემო ყოველთვის არის. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების 2-იანი, გაქვთ დასაქმების შანსი, მაგრამ უფრო დროებით ან რამდენიმე პოზიციაზე ერთდროულად. მაგალითად, ერთჯერად პროექტებში ან კონკრეტული თანამშრომლის დროებითი არყოფნის გამო შეიძლება დაიკავოთ მისი პოზიცია. უარი არ თქვათ ასეთ წინადადებებზე, რადგან ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ეს იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი შანსი, სამომავლოდ მიიღოთ ახალი სამუშაო პოზიცია, უფრო მყარი გარანტიებით და მეტი შესაძლებლობებით. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების 6-იანი, ეს ბარათი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში, შესაძლებელია ბევრი თქვენგანისთვის რთული, ერთგვარი ტურბულენტური ზონიდან გამოსვლას გულისხმობდეს, სიტუაციის დასტაბილურებას, როდესაც ვერ ხედავდით სამომავლო პერსპექტივას და დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ თქვენი საქმის გადარჩენისთვის ან განვითარებისთვის. ასეთი სირთულეები დასრულდება დეკემბერში, არ არის გამორიცხული ახალი ბიზნეს პარტნიორის ან კვალიფიციური პროფესიონალის დახმარებით შეძლოთ თქვენი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, მასშტაბირება, შემოსავლების გაზრდა, არ მოირიდოთ მიმართოთ გამოცდილ ადამიანებს, გაიარეთ კონსულტაციები, მიიღეთ რჩევები და გაითვალისწინეთ ისინი. თუმცა ასევე შესაძლებელია თქვენ გაგიჩნდეთ ახალი ხედვა, ახალი მიდგომა, რომელიც ძალიან გაამართლებს და სამომავლოდ დიდ წარმატებასაც მოგიტანთ. შესაძლებლობების ახალ სივრცეებს გახსნის თქვენთვის. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, კვერთხების პაჟი, აქტიური ენერგია, თუმცა ძალიან ახალგაზრდა, ფიქრობ დეკემბერში თქვენი ფინანსური არხი გააქტიურდება, შესაძლებელია ეს ბარათი ზოგიერთი თქვენგანისთვის აღნიშნავდეს, რომ ახალი სამსახურიდან მიიღებთ გასამჯელოს,
ან ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ დეკემბერში. ამ ეტაპზე დიდ თანხებზე საუბარი არ იქნება, თუმცა თქვენ შეძლებთ თქვენი ხარჯების და შემოსავლების დაბალანსებას და ასევე ეს ბარათი გულისხმობს, რომ შესაბამისი მოქმედებით, აქტიურობით და გარკვეული ძალისხმევის შედეგად თქვენ მოგეცემათ ჩანსი სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. ასევე ეს არკანი შესაძლებელია მიუთითებდეს მცირე მოცულობის გაუთვალისწინებელ ხარჯზე და შესაძლებელია ამ ხარჯების გაწევა მოგიწიოთ ბავშვებთან დაკავშირებით, მაგალითად, ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სწავლის გადასახადს, რაიმე ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხებს და ასე შემდეგ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების რაინდი. ამ პერიოდში გამოიჩინეთ განსაკუთრებული მოთმინების უნარი, იყავით მეტად პრაქტიკულები, პრაგმატულები, არაჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას, გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობის უნარი და თქვენი შრომის მოყარეობით, სტაბილური მუშაობით და დასახული მიზნებისკენ ჯიუტად წინსვლით აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგებს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი თხის რქებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.